საქართველოში საქმიანი ტურიზმი დაპაუზებულია. ამის შესახებ ტურიზმის კერძო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს, მათი განმარტებით, მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე მაისზე ტურიზმის სექტორი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შედარებით უსაფრთხო მიმართულებად ითვლება, გაუქმებული და გადავადებული ჯავშნების საავიაციო საწვავის გაძვირება და კადრების დეფიციტი დარგის მთავარ პრობლემად რჩება. მიუხედავად რთული საერთო ფონისა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყნის პოპულარიზაცია არ უნდა გაჩერდეს. რა ვითარება სექტორში და რა გამოწვევებზე საუბრობენ დარგის წარმომადგენლები ეკა გაზდენიანი გვერდება დეტალებით პირდაპირ შეკა მოგესალმებით. მოგესალმებით ნუცა. საქმიანი ტურიზმის სექტორი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია, შეჩერებული ფრენების და გადავადებული ჯავშნების შემდეგ ახლა სექტორი გამოცოცხლებას სექტემბრიდან ელოდება. სავარაუდოდ ეს ის პერიოდია, რა დროისთვისაც გადავადებული სექტორის ჯავშნების დიდი ნაწილი და როგორც დარგში განმარტავენ, ჯავშნების გაუქმება თებერვლის ბოლოდან დაიწყო, ახლაც გრძელდება, რამაც მნიშვნელოვნად აზარალა საქმიანი ტურიზმის ბაზარი. ამას ემატება გაძვირებული ფრენების ეფექტით. შედეგად, როგორც დარგში აცხადებენ, სრულად გაჩერებულია აზიური ჯავშნები, ხოლო ევროპიდან მოთხოვნა სუსტად, თუმცა მაინც ნარჩუნდება. გაუქმების ტენდენცია კი უწყვეტია, რაც დაიწყო მარტიდან, უწყვეტად მიმდინარეობს გაუქმება. პროგნოზების გაკეთება რთულია, ველოდებოდით იმას, რასაც ელოდებოდა მთელი მსოფლიო. იყო რაღაც რამოდენიმე დღიანი დადებითი მოლოდინი, მაგრამ ეხლა ისევ გაურკვეველ სიტუაციაში ვართ და ისევ ველოდებით მეტი გაუქმება არის უფრო ახლო აღმოსავლეთ და აზიიდან, ვიდრე ევროპის ქვეყნებიდან და აქ თავსახად ევროპის მნიშვნელობა აქაც გამოჩნდა, რომ მათთვის არის რაღაც ესეთი უსაფრთხო კორიდორი, შეუძლიათ მაინც აქ ჩამოიყვანონ თავიანთი კლიენტები. უფრო სექტემბრისკენ, ოქტომბრისკენ გადადის ჯავშნები. ამ ეტაპზე იქიდან გამომდინარე, რომ მიუხედავად იმისა, საქართველოს ითვლება ერთ-ერთ უსაფრთხო მიმართულებად, მაგრამ ფრენებში ვართ შეზღუდული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფრენა ხდებოდა ახლო აღმოსავლეთის გავლით. მინდა ვთქვა, რომ წელიწადი უნდა ყოფილიყო საკმაოდ კარგი, განსაკუთრებით საქმიანი შეხვედრების კუთხით, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერი ისე ვთქვათ გაჩერებული არის. ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ ევროპის დიდ ტურისტულ მიმართულებებთან და კომპანიებთან. ისინი გვეუბნებიან, რომ ახლა რთული დროა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისთვის და ვიცით, რომ ეს გავლენას ახდენს საქართველოსაც, რადგან მას საზღვარი აქვს ზოგიერთ დაზარალებულ ქვეყანასთან. გაძვირებულ ფასებს კი გარკვეული გავლენა აქვს ღონისძიებებსა და ზოგადად ბიზნესზე. ჩვენ ვიგრძენით ეს, როდესაც ევროპიდან სხვადასხვა კომპანიები ჩამოყვავდა. კონფლიქტამდე ფასები ბევრად ხელმისაწვდომი და გონივრული იყო. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა. საწვავის ფასების ზრდის გამო მიმართულების მიხედვით ფასები 30-40%-აა გაზრდილი. და გაუქმებული ჯავშნების სექტორში სხვა გრძელვადიანი პრობლემებიც რჩება, რაც მაის ტურიზმის განვითარებას აფეთქებს. ადგილობრივი და საერთაშორისო ტუროპერატორები ჩვენს საუბარში აცხადებენ, რომ ყველაზე პრობლემური ნაწილი პირდაპირი ფრენების ნაკლებობაა, რადგან საქმიანი ტურისტებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი დრო არის, გამოს პირდაპირი ფრენების არარსებობა სექტორისთვის ერთ-ერთი უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს, განსაკუთრებით დედაქალაქიდან ფრენებს ეხება ეს საკითხი, რაც მათი განმარტებით მნიშვნელოვანია კორპორატიული პრემიუმ სეგმენტის ვიზიტორებისთვის, ასევე გამოწვევად სახელდება საერთო ინფრასტრუქტურა და ამ კუთხით საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგების საკითხი, ასევე კვალიფიციური კადრების დეფიციტი მასპინძლობის სექტორში. სტუმართმოყვარეობის სფეროში საკმაოდ დეფიციტური გახდა უკვე კადრები. იქიდან გამომდინარე, როგორც აღნიშნე, რომ კოვიდის დროს მოხდა ძალიან დიდი გადინება და ჯერ კიდევ არ ხერხდება ამ კადრების ჩანაცვლება, ის რომელიც გაედინა, ანუ ახალი ნაკადი იმხელა არ არის ამ ეტაპზე, თუმცა ესეც გასაგები არის, გამოწვეულია იმით, რომ თვითონ საკმაოდ მოწყვლადი ინდუსტრია არის სტუმართმოყვარეობა და შესაბამისად ახალი თაობა ცოტა სკეპტიკურად უყურებს, ასე ვთქვათ და ალბათ აი ამ კუთხითაც რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია იყოს თვითონ ქვეყნის შიგნით კარგი იქნებოდა. არა მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურა, ზოგადად ინფრასტრუქტურაც აი ძალიან რთულია, როდესაც ქალაქგარეთ გადიხარ, ან თუნდაც ქალაქში და არის როცა შემაფერხებელი გარემოებები, არის მშენებლობა, რომელსაც არ აქვს გზის შეკეთების პროცესი მიმდინარეობს, ხო, რომელსაც არ აქვს ნიშნები, წყდება, მით უმეტეს ამ სეზონზე იცით გუდაური ყაზბეგის მიმართულებით მოძრაობა რთულია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა უშუალოდ ის, რომ რაღაც ლოკაციებზე იყოს განვითარებული
საწყირფარეშოები მარტივად რო თქვა, პარკინგის სივრცეები, რესტორნები და ასე შემდეგ. ჩვენთვის მთავარი სირთულე ის არის, რომ არ გვაქვს პირდაპირი რეისები ბრიუსელიდან თბილისში. რა თქმა უნდა, შეგიძლია გამოფრინდეს სხვა ქალაქებიდანაც. ბელგია იმდენად პატარაა, რამდენიმე საათში ამსტერდამში ან პარიზში ხარ. მაგრამ ეს კომფორტის საკითხია. როცა ბელგიის შუაგულში გაქვს აეროპორტი, მაღალმწკიდველობით უნარიანი, საქმიანი ტურისტისთვის მნიშვნელოვანია დანიშნულების ადგილზე მოკლე დროში დროულად ჩავიდეს. ჩვენი კლიენტურა კორპორაციული ხალხია და მათ სურთ 5-დან 7 დღეში მიიღონ მთელი პაკეტი. ფიქრობ 25%-ით მეტი ადამიანის ჩამოყვანას შევძლებდი. ბრიუსელიდან თბილისში პირდაპირი რეისები რომ გქონდეს. შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო სექტორში გრძელვადიანი თუნდაც 6-თვიანი პროგნოზების გაკეთება უჭირთ. სფეროს წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო არენაზე ვითარება მალე დასტაბილურდება, რაც საქმიან ტურიზმს ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების საშუალებას მისცემს. ასევე ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიუხედავად რთული საერთო ფონისა, ქვეყნის პოპულარიზაცია ტურისტულ ბაზრებზე არ უნდა გაჩერდეს. მადლობა ეკა, ეს ეკა გაზდევიანი